ევროკავშირის და შვედეთის დაფინანსებით EMPARD მეოთხე პროგრამის ფარგლებში FAO-მ 3000-ზე მეტ მებრძოლი მიმართულებით მომუშავე ფერმერს გაუზიარა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნა სურსათის უნებლობის შესახებ. ფერმერული საველე სკოლების მიდგომით FAO-ს ვეტერინარები და სასურსათო ტექნოლოგები ფერმერებს უზიარებენ თეორიულ ცოდნას ცხოველის კვებაზე, კეთილდღეობაზე, ასევე ძის გადამუშავების სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებზე. პრაქტიკულ ნაწილში ფერმერები ეცნობიან როგორც ახალი, ასევე დავარგებული ყველის წარმოების ტექნოლოგიას. ამჟამად უკვე FAO-ს დახმარებით ვაკეთებთ რამოდენიმე სახის ყველს, რომელზეც მოთხოვნა მე ვიტყოდი, რომ არის ზოგადად ჩვენთან. FAO-ს დახმარებით მოვაწყვეთ ჩვენს საქონლის სადგომში საწყურებლები, რაც ნამდვილად ეფექტიანია. წველის რუტინა შეიცვალა, მნიშვნელოვანი ნაწილები შევცვალეთ. მნიშვნელოვანია, რომ ის ნედლეული, რასაც შემდეგში ვიყენებ გადასამუშავებლად, იყოს უვნებელი და ხარისხიანი. ამისთვის კი საჭიროა შესაბამისად თუნდაც ის სწორი კვება, ასევე სწორად და სწორ დროს დამუშავება შესაბამის პარაზიტებზე. FAO-ს დახმარებით მოვაწყვეთ თავიდან საცდელი ნაკვეთები შუალედური კულტურების და ამ შემთხვევაშიც გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები, რაც ჩვენს საქონლის წველადობაზე აისახა. მომავალში ვგეგმავთ საწარმოო სივრცის მოწყობას, სადაც FAO-ს მიერ საჩუქრად გადმოცემული ინვენტარის გამოყენება გეგმავთ, რა თქმა უნდა, სურსათის უნებლობის სტანდარტების მაქსიმალურად დასაცავად. შექმნილი სადემონსტრაციო სივრცეების მეშვეობით ადგილობრივ მებრძოლი მიმართულებით მომუშავე ფერმერებს მუდმივად უზიარებთ უნებელი რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სტანდარტებს. ჩვენ ამ მიმართულებით ჩართულ ადამიანებს არ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ ბევრი სხვადასხვა ესეთი კარგი პროექტი გქონდეს, ესე ადვილად ხელმისაწვდომი. გადმოგვეცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და ამასთანავე გქონდეს წვდომა იმ საშუალებებზე, რომლებიც შემდეგ გამოგვადგება თუნდაც სურსათის უნებლობის იმ სტანდარტების დაცვაში.